საქართველო მთელი დედამიწა ქვეყნიერება იყო, არის და იქნება. კატაკლიზმები ნამდვილად იქნება აუცილებლად. ეს განცხადება ნათელმხილველად წოდებულმა ანზორ ჩლაიძემ ექსკლუზიურად დიასთვის გააკეთა. როგორც ამბობს, ქვეყნის ტერიტორიის დაბრუნება სამაჩავლოდან დაიწყება, რის შემდეგაც აფხაზეთის შემოერთებაც შესაძლებელი გახდება. მისივე ვარაუდით, უახლოეს მომავალში ქვეყნის წყობა შეიცვლება და საქართველოს მეთაურად ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელს ვიხილავთ. მე მართლაც მგონია, იმას მე ვამბობ, რომ მოვადრო რომ ცხეთა იქნება საქართველოს დედაქალაქი, ჩვენ იქნებით აუცილებლად საპარლამენტო ქვეყანა, მაგრამ ეს ძალიან სწორი მოდელი არის და აუცილებლად ძალიან მალევე საქართველოს ეკოლება ბაგრატონთა შთამომავალი, რომლის ხელშიც საქართველო აუცილებლად გავწყინდება. რუსეთს საქართველოს ომის შესახებ თუ გქონდათ ხილვა? აი ეს თქვენ წარმოიდგინეთ, მართლაც ეს ყველაფერი ნამდვილად მქონდა, ამის მომსწრია ძალიან ბევრი ადამიანები თქვენ წარმოიდგინეთ. მე ვამბობდი იმას, რომ ასე მთელი ნახევარი საქართველოს ცეცხლისხალხში გაიხვეოდა, ჩვენი ხეობა ნაცარტულად იქცეოდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ყურად არავინ არ შეუშვა. ანზორ ჩლაიძემ ვარაუდები გლობალურ თემებზე და მსოფლიო პოლიტიკაზეც გამოთქვა. რუსეთი თვითონ უარს იტყვის უარს, რომ აი ამ სამაჩაბლოსგან მე როგორ დაბრუნდება აფხაზეთზე დანარჩენი ტერიტორიები, იმიტომ ჯერ აფხაზეთზე ნურავინ ამას ნუიოცნებებს, რომ ჩვენ აფხაზეთს დავიბრუნეთ, პირველში ბრუნდება სამაჩაბლო, იმიტომ საქართველოს გაერთიანება დებს სამაჩაბლოზე. ამას მალხას დიდი დროები ნამდვილად არ აჭირდება, თვითონ რუსეთის მაინდამაინც კარდეში ნამდვილად არ ჩავარდება, იმიტომ ჩინეთის სახელმწიფო გახდება ზე სახელმწიფო, რომელიც ასე ამერიკასა და თვითონ რუსეთს აი ამ სტატუსს წაართმევს მალხას. გამიგეთ, ამიტომ რუსეთი თვითონ იმდენად გაუჭირდება, რომ საქართველოს იმას საფიქრებელი ნამდვილად აღარ ექნება. როგორც თავად ამბობს, მომავლის დანახვის გარდა მას ადამიანების განკურნებაც შეუძლია. მისივე თქმით, ეს ნიჭი უფლისგან 25 წლის წინ ებოძა. წამლებს კი მცენარეებისგან ამზადებს. დიაგნოზს როგორ ხვდები თვითონ ადამიანს? აი ჩვეულებრივად მაგაზე შემოდის პაციენტი, ის მაგას ჩემთან ადამიანიც რა თქმა უნდა მოდის მაგას თავისი პასუხებით ჩემმაგას, მე ის პასუხები მიდევს გვერდით, მე მას არ ავნაკულობ და ჩვეულებრივად ვუყურებ და ის მეწოდება ინფორმაცია, რომ ეს მე საგულჯერდებით, მე რა შემიძლია და ეკიპს რა შეუძლია რა უნდა დააყენოს მაგას. იმას მაგას ჩემთან ვეცეთ პაციენტი იმას ვერ გაიგებს, რომ შენ ჩემთან უნდა იყვე. პაციენტი მაგას რომ მოდის, მე იმას მოემსახურებ და ის თავისი არჩევანია, თავისი ნება, ჩემთან დარჩება თუ წავა სამკურნალო სხვა. ანზორ ჩლაიძემ დიასთან ჯადოსა და მკითხაობაზეც ისაუბრა. ის ფიქრობს, რომ ეს მეთოდი ადამიანების სულს უნებს. მაგალითად ეს მკითხაობა მე მიმაჩნევ დანაშაულად, იმიტომ ეს ანაირად არ შეიძლება. ამიტომ მაგას იცით რა არის, აი ბევრ ადამიანს ეს აქვს, ასე იგი ფულის შოვნის წყაროდ. გამიგეთ? ამიტომ მე ნამდვილად ვერ ავიზე მაგას, მე არანაირი მორალური უფლება არ აქვს. ჩემ თავსაც არ მივცემ იმის უფლებას, რომ მე ეს ადამიანები განვიკითხო. მე ერთადერთი მე ეს ვიტყვი, რომ ეს სწორი არ არის, ღვთის წინაშე ეს არის დანაშაული. ნათელმხილველების მოსაზრებები და ვარაუდები საზოგადოების ნაწილისთვის დამაჯერებელია. ნაწილი კი ამას ცინიზმით უყურებს. ფაქტი კი ერთია, ზოგიერთი მათგანი მომავლის გასაგებად, სხვა ადამიანებისთვის ჯადოს გასაკეთებლად, არატრადიციული მედიცინით სამკურნალოდ ნათელმხილველებს და მკითხავებს ხშირად აკითხავს. შეიძლება ითქვას, ეს მიმდინარეობა საქართველოში საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ეკლესიის წინააღმდეგობის მიუხედავად.